მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. წარმოგიდგენ სტუდიაში მოწვეულ სტუმარს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ქალბატონო ფიქრია. ჩვენ რიგ საკითხებზე ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე დღეს ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, მინდა მივულოცო უკვე სტუდენტებს და წარმატებები ვუსურვო. პირველი კითხვა იქნება ქალბატონ ფიქრია თქვენთან, რა არის სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი მიზნები და ამოცანები? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს, სასიამოვნოა თქვენთან ჩემი სტუმრობა და თქვენთან ეთერში რა თქმა უნდა ყოფნა. ასევე და ყოველთვის. დიახ, მინდა გითხრათ, რომ სოციალურ საკითხთა სამსახური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურია და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქალაქის მოსახლეობისათვისა და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის. იმიტომ რომ მთავარი თემა, რომელსაც ჩვენი სამსახური ახორციელებს და ძირითადი ამოცანა, ეს არის ადამიანის კეთილდღეობა და ამ მოწყვლადი ჯგუფებისათვის იმ სოციალური პირობების გარემოსა და ჯანდაცვის პროგრამების შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს მათ და გაუადვილებს აი ამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მნიშვნელოვან მოვლენებს. კერძოდ მხედველობაში მაქვს ის ჯანდაცვის ქვეპროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ დღესდღეობით და აგრეთვე სოციალური ქვეპროგრამები. აქ მინდა აღვნიშნო მოსახლეობის საყურადღებოდ, რომ აი ის ქვეპროგრამები, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური, ყოველთვის არის ბიუჯეტის შექმნიდან, ანუ მთელი წლის განმავლობაში, სანამ არ დასრულდება წელი და ეს ხდება, მათი განხორციელება მიმდინარეობს საკრებულოს დადგენილების საფუძველზე. ამჟამად ვახორციელებთ 28 ქვეპროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალურ პროგრამებს. გასაგებია, 28 პროგრამა რომ განახორციელო, ამისთვის მნიშვნელოვანი თანხებია. დიახ. საჭირო თქვენ ასევე დასაწყისში აღნიშნეთ თქვენი საქმიანობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ურთულესი 24,800 ლარი. შედარება რომ გავაკეთოთ, წინა წლის ბიუჯეტი იყო 8,566,400 ლარი და ფაქტიურად მიმდინარე წელს ბიუჯეტი გაიზარდა 758,400 ლარით. ყოველწლიურად იზრდება რასაკვირველია ეს ბიუჯეტი. იმიტომ რომ არის რიგი ქვეპროგრამებისა, რომელიც შესახებათაც მომართვიანობა იზრდება ბენეფიციარების. ამიტომ ხდება იმის ვალდებულება, რადგან ჩვენ ბენეფიციართა მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, გაიზარდოს ამა თუ იმ ქვეპროგრამის ბიუჯეტი და საერთოდ ბიუჯეტის მოცულობა. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ და მოსახლეობისთვისაც გახდეს უფრო ნათელი, ძალიან ბევრი ანუ მომართვიანობა ბენეფიციარებისა განსაკუთრებით არის სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამაზე. რამდენიმე ქვეპროგრამას ავიღებ. მედიკამენტების დახმარების ქვეპროგრამაზე, გვაქვს გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამა, აუტიზმის სპექტრის ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამა, შინმოვლის ქვეპროგრამა და ძირითადად აი ამ ქვეპროგრამებზე ხდება მომართვიანობის გაზრდა, იმიტომ რომ იცით თქვენ რა გადაიტანა ჩვენმა მოსახლეობამ კოვიდის დროს, კოვიდის შემდგომ პერიოდში გართულდა ის ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თქვათ ატარებდნენ ადამიანები და მათი ამ გართულებული დაავადებების ფონზე გაიზარდა მომართვიანობაც. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ თითეული ქვეპროგრამა არის განსაზღვრული და მორგებული იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ბენეფიციარმა. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ქვეპროგრამები გამოქვეყნებული არის
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ მოქალაქეებმა ნახონ და იმ შემთხვევაში თუ რომელი ქვეპროგრამაა მასზე მორგებული და ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ, უკვე ამის თაობაზე, თუ კი მათ არ ექნებათ, თქვათ, ვერ გაიგებენ რა კრიტერიუმებია საჭირო, მათ შეუძლია ჩვენ მოგმართონ, ჩვენი სამსახური მინდა აღვნიშნო მდებარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური მდებარეობს დუმბაძის ქუჩა ნომერ 61-ში და თითეული მოქალაქე, ღია სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი კარი ყველა მოქალაქისთვის ღია არის და იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ აი ამ კრიტერიუმით განსაზღვრულ პირობებს აუცილებლად ჩაერთვებიან ამა თუ იმ ქვეპროგრამაში და აუხსნით თუ რა და როგორ მოხდება ამის შემდგომ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აი სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამით პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აი ამ ქვეპროგრამებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს და არიან ქალაქ ქუთაისის მკვიდრი მოქალაქეები, რასაკვირველია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ვინც არის, ეს აუცილებელი წინაპირობა. იმიტომ რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეები მოგმართავენ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ კერძო დაზღვევა, როდესაც აქ მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ვერ ხდება მათი თანადაფინანსება. გარდა ამისა, აი მაგალითად, რადგან სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა არის, ასე რომ ვთქვათ, პირველ რიგში დგას, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ეს სჭირდება, აქაც არის გარკვეული კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ აი ამ ქვეპროგრამით სარგებლობა. მე რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი, რომ მოსახლეობა მიცოდეს, ეს არის 0-დან 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი ადამიანები. ესე რამდენი ქვეპროგრამა ხორციელდება, ამის ჩამონათვალს აკეთებს. არა, თვითონ სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა აი რომელი კატეგორიის კრიტერიუმით სარგებლობის შემთხვევაში შეუძლია მოგმართოს მოქალაქეს, ესე იგი კიდევ გამეორდები 0-დან 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა ქულა არის 150.000-მდე, ასაკის პენსიონერები, მარჩენალ დაკარგული სტატუსის მქონე პირები, მარტოხელამშობლები და მათი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები და მათი შვილები, 2004 წლის ქართულ ოსურ კონფლიქტსა და 2008 აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის წევრები და რაც მთავარია, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე შეუძლია მოგმართოს ავთვისებიანი სიმსივნის დაავადებული პირებმა და გულსის ძარღვთა სისტემით დაავადებულმა ადამიანებმა. მაგრამ აი ის რა კრიტერიუმებით ჩამოვთვალე, ეს არის მხოლოდ ერთჯერადი მომართვის საფუძველზე, მაგრამ ავთვისებიანი და გულსის ძარღვთა სისტემით დაავადებულ პირებს შეუძლიათ მრავალჯერადი მომართვის საფუძველზე. მთლიანი თანხა არის 2000 ლარი, ეს რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანები მყავს, მაგრამ მინდა დაუბრუნდე იმას, რომ გაიზარდა ბიუჯეტი, იმიტომ რომ იყო 1500 ლარი და ამ ეტაპზე გახდა 2000 ლარი და მათ შეუძლიათ მრავალჯერადი მომართვის საფუძველზე აითვისონ ეს 2000 ლარამდე ან თლიანათაც თუ კი როგორ ხდება ათვისება შეცდომაში, რომ არ შევიყვანოთ ტელემაყურებელი, რა სახი აქვს ამ ათვისებას? აი, როდესაც წარმოადგენენ განსაკუთრებულ ესე იგი ფორმას, მათ აი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ადამიანს თქვათ, ჭირდება იქ ლაბორატორიულად რადიოლოგიური კვლევები და ასე შემდეგ ქიმიოთერაპია, რაც აქვს მას გადასახდელი, აი ამ თანადაფინანსებაში შევდივართ. თუ მას ამ ეტაპზე ჭირდება პირობითად ვამბობ 1000 ლარი, 1000 ლარს აითვისებს და 2000-მდე კიდევ რჩება 1000 ლარი. მას შეუძლია ცალ-ცალკე თუ ამის შემდგომ 500 ლარი წარმოადგინა, 500 ლარიანიც აიღოს და შემდეგ. ანუ ეს 2000 ლარი შეუძლია მას შეავსოს. როგორც ნაწილ რამდენჯერმე მომართვის საფუძველზე, ოღონდ 2000 ლარს ზემოთ უკვე ჩვენ ვეღარ ვაფინანსებთ, ასევე მრავალჯერადი მომართვის საფუძველზე. იგივე გვაქვს გულსის ძარღვთა სისტემი 1000 ლარი, მას შეუძლია ერთჯერადი მომართვის საფუძველზეც აითვისოს, რა თქმა უნდა ფორმასისა და ანგარიშ ფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე და ასევე რამდენჯერმე მომართვის საფუძველზე შეუძლია ეს აითვისოს. მაგრამ არის აქ კიდევ ასეთი შემთხვევები, როდესაც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებაზე არის საუბარი. აქ უკვე შევდივართ ჩვენ თანადაფინანსებაში იმ კატეგორიების მისამართით, რომელი მოქალაქეების ჩვენ ეხლა ჩამოვთვალეთ. ნახეთ, ბიუჯეტის ზრდადობა
მოსახლეობა მინდა აუხსნა კიდევ იმით, რომ ქვეპროგრამებში იზრდება ბიუჯეტის მოცულობა, იმიტომ რომ ბენეფიციართათვის გამოყოფილი თანხები იზრდება. მაგალითისთვის მოვიყვან ახლა მაგალითად მედიკამენტების დახმარების ქვეპროგრამა. აი ამ ქვეპროგრამაში ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო სარეიტინგო ქულა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გასულ წელზე ვამბობ, მაგალითად 70,000 ამდე უნდა ყოფილიყო გასულ წელს. მაგრამ ვხედავდით რომ მომართვიანობა გაიზარდა და ადამიანების სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენდა 70,000 ზემოთ, რა თქმა უნდა, აი ამ მოწვად ჯგუფებთან გასაუბრების შედეგად ეს არ ხდება მოულოდნელად და ხელდასმით. ეს არის უშუალოდ ბენეფიციარებთან, მოქალაქეებთან ჩართულობის ნიადაგზე და გაიზარდა ქულათა რაოდენობა და გახდა 120,000-მდე. ეს მომყავს მაგალითისთვის, რომ მოქალაქეებისთვის გახდეს თვალნათლივ თუ რატომ იზრდება ბიუჯეტი, რა იწვევს ბიუჯეტის ზრდას და ბენეფიციართა ზრდასაც. თუ კი ადამიანებს 70,000-მდე ჰქონდათ წარმოსადგენის სარეიტინგო ქულა და სარგებლობდა შედარებით ნაკლები, გაიზარდა ქულათა რაოდენობა, ანუ სარეიტინგო ქულა ავიდა 120,000-მდე და ამან გამოიწვია უკვე ბენეფიციართა მომართვიანობის გაზრდა და კმაყოფილებაც, რომ ქულა არ არის დაბალი და გაიზარდა. არის ასევე ასეთი შემთხვევა, მარტოხელა მშობელთა დახმარების ქვეპროგრამა. მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი დიდი თანხა საკმარისი, მაგრამ ეტაპობრივად ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, რომ მოქალაქეებთან უშუალოდ საუბრებით, ჩართულობით, მათი გაჭირვების გათავისებით გაიზარდოს ეს. მაგალითად, თუ კი ადრე იყო 30 ლარი, ეხლა გახდა 40 ლარი. შეიძლება ადამიანებმა თქვას, რომ რა არის 40 ლარი, მაგრამ ბენეფიციართა რაოდენობაც გაიზარდა. თუ დავიწყეთ მაგალითად 2018 წელს მარტოხელა მშობელთა დახმარება, მარტოხელა მშობელი იქ იყო პირობითად ვამბობ 10-20, დღეს უკვე 240 და 250-ია, ხო? ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს არის ეს თვადია ეს ალბათ უკვე. გადაცემის ნაწილია, მაგრამ უკვე ცუდი მომენტია ის, რომ მარტოხელა დედების რაოდენობამ გაიზარდა. მაგალითად, კი, რა თქმა უნდა, და ამიტომ პროგრამაც გაიზარდა, დიახ, დაფინანსებაც. აი მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახები ყავს ღმერთმა ამრავლოს და ძალიან მისასალმებელია, რომ თუ კი მაგალითად ადრე წინა წლებში იყო 30-40 ლარი, ეხლა გაიზარდა და არის თითეულ არასრულწლოვან ბავშვზე 50 ლარი. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი არის. რა თქმა უნდა, იზრდება ოჯახებიც აქ და ღმერთმა ვიმრავლოს და ჩვენ ვფიქრობთ ყოველთვის იმაზე, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და გყავდეს მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი. ქვეპროგრამებიც იზრდება, რასაკვირველია და ამ ქვეპროგრამების გაზრდაც ხდება სწორედ მოქალაქეების ჩართულობით და იმ პრობლემების გათავისებით, რომელსაც თქვათ ვხედავთ და ჩვენ ვაწყდებით დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს ქალაქში და ჩვენს თქვათ ქალაქში მაცხოვრებელ ოჯახებში. და ეს სოციალური მიმართულება არც თუ ისე იული საქმე არის. ეს დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნეთ, ეს არის ძალიან შრომატევადი და მინდა აღნიშნო კიდევ ერთი ქვეპროგრამა, რომელიც გაიზარდა მისი ბიუჯეტი, რასაკვირველია, იმიტომ რომ მომართვიანობაც გაიზარდა. ეს არის გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას. რას ნიშნავს ეს? დიახ, აი ეხლა გეტყვით, ეს ქვეპროგრამა, როდესაც მოდის ადამიანი და წერს განცხადებას, ერთპიროვნულად არ ხდება აი ამ ადამიანის პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტა. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ შექმნილია გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამის ფარგლებში კომისია, სადაც გამოდის თითეული ადამიანის პრობლემური საკითხი. კომისია შედგება როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო წევრებისაგან და ხმათა უმრავლესობით იქ გადაწყდება ესა თუ ის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი კატეგორიის სპეციალისტები, ანუ იგივე სოციალური მუშაკები, გადიან ადგილზე შეისწავლიან ამა თუ იმ მოწყვლად ოჯახს თუ რა მდგომარეობა არის და ამის და მიხედვით შემდეგ ხდება შეფასება, გამოტანა კომისიაზე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ყველანაირი დოკუმენტაციის საფუძველზე
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და ხმათა უმრავლესობით ხდება სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტა იმის და მიხედვით თუ ვის რა საჭიროებები უდგას და თუ ვის რა პრობლემა აქვს. გასაგებია, გავდომი ფიქრია. თქვენ ძალიან დაწვრილებით გვიყვებით სოციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ. საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს მოსახლეობას დღეს ინფორმაცია სოციალური საკითხების სამსახურის სერვისების შესახებ. თქვენ ახსენეთ ვებგვერდი და წვდომა ვებგვერდზე არის შესაძლებელი, შეუძლია ნებისმიერს შევიდეს და იქ ნახოს თუ რომელი სერვისის გამოყენება შეუძლია მას, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ვაჟღერებთ ახლა. კიდევ რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ მოსახლეობამ უფრო მეტი იცოდეს თქვენი სამსახურის არსებობის შესახებ? ესე იგი დღესდღეობით, როგორც ვახსენეთ, ჩვენც გვაქვს ფეის გვერდი, სადაც არის სოციალურ საკითხთა სამსახურიდან ნებისმიერი ახალი ინფორმაცია, რომელიც ვთქვათ, გაჟღერდება ყოველთვის დღეს, როგორც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე, ასევე ჩვენ ვებგვერდზე, ასევე ოფიციალურად არის გამოქვეყნებული. გარდა ამისა, უშუალოდ როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქეებს აქვთ შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებთან. გარდა ამისა, პირველად ავზივარ ამ გადაცემაში და ხო ხშირად ხდება ასევე აი ამ გადაცემაში, ამ გადაცემით უფრო სწორად ჩვენი ხმის მიწვენა მოსახლეობამდე. გარდა ამისა, რადიოშიც ყოფილვარ რამდენჯერმე, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდეს და მივიდეს მოქალაქეებამდე. გარდა ამისა, ჩვენ სამსახურში ძალიან ხშირად მოდიან მოქალაქეები, რომლებსაც აინტერესებთ უშუალოდ თუ რა ქვე პროგრამები გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ კონსულტაციას ვუწევთ, ვამისამართებთ და ასე შემდეგ. ასე რომ ამ პერიოდში და ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვეთ, რომ მოსახლეობამდე ნაკლებად მიდის ინფორმაცია. დაინტერესებულ მოქალაქეს, რომელიც ამა თუ იმ პრობლემის წინაშე დგას, ადვილად შეუძლია მივიდეს იქ, სადაც ცხოვრობს, მის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუ რაიმე გაუკვეველია საკითხი, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან, თანამშრომლობ დასაკვირველია და ამის და შედეგად ეძლევა უკვე მოქალაქეს ინფორმაცია და აქვს ინფორმაცია. გასაგებია, სოციალურ საკითხთა სამსახურში, როგორც ცნობილი, არსებობს ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის პროგრამები. საინტერესოა, რას გულისხმობს ეს პროგრამები და აი ამ პროგრამების მიხედვით მომართვიანობა რამდენად მაღალია? ძალიან კარგ თემას შეეხეთ, ქალბატონო ნანა, მინდა გითხრათ, რომ ბავშვის უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილება სოციალურ საკითხთა სამსახურში არსებობს 2020 წლიდან. მინდა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ როდესაც ბავშვთა კოდექსიდან გამომდინარე, აუცილებლობა დადგა იმისა, რომ მთლიანად საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი ყოფილიყო ბავშვთა განყოფილება. სწორედ 2020 წლიდან დღემდე სოციალურ საკითხთა სამსახურში ფუნქციონირებს ბავშვის უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილება და სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ერთ-ერთი წარმატებული განყოფილება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და ეს არის ფართოდ გაიშალა, ასე რომ ვთქვათ, სოციალური სამუშაო იმ ბავშვიან ოჯახებთან, რომლებიც არსებობენ და არიან ჩვენს ქალაქში და ადრეული პრევენციის თვალსაზრისით ხდება, ასე რომ ვთქვათ, ბავშვიანი ოჯახების შესწავლა 4 თვალის პრინციპით. რას ნიშნავს ახლა ეს 4 თვალის პრინციპი? აქ ერევა, როდესაც ბავშვიანი ოჯახების შეფასება ხდება, აქ ერევა აუცილებლად ბავშვის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლის სპეციალისტი და ჯანდაცვის სპეციალისტი. ასე რომ ვთქვათ, კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე ხდება ადრეული პრევენციის ნიადაგზე ბავშვის საჭიროებების გამოკვეთა, თუ რა ჭირდება ამ ბავშვს და ასევე ოჯახური პრობლემების გამოკვეთა, როგორ შეიძლება ამ ოჯახში რა მიმართულებით შეიძლება წარიმართოს სოციალური გარემო, რომ გამოსწორდეს და მიმართულება მიეცეს. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ აგრეთვე მინდა გითხრათ, ამ ეტაპზე ამ 28 ქვეპროგრამას შორის არის ერთ-ერთი ქვეპროგრამა ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამა.
გამოცხადა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით აგიხსნით ახლა ეს გამოცხადა კონკურსი უნდა წარმოადგინონ მათ პროექტები და გამარჯვებული პროექტი რა თქმა უნდა დაფინანსება სახის პროექტებზე ეკონომიკური მაგალითად დასაქმება აი ასეთი შეიარა აი თავისი წამოწყებული ბიზნესის ან ახალ დაწყებული ბიზნესისათვის ხელსაწყოების ყიდვა შეძენა დიახ მაგრამ ეს დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრთან ერთად კეთდება და მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად გაწერილი რომლის შესახებ შემდეგ აი კომისიური წესით გამოვლინდება გამარჯვებული პროექტი რომელიც ვთქვათ გაიმართლებს მაგრამ აქ არის აბსოლუტურად ის რომ ხდება ამ ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ასე რომ ვთქვათ აგრეთვე პოზიტიური მშობლის კუთხით მიმართულებითაც მუშაობა. ეს ძალიან ისეთი ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტია და ახლა ამაზე რომ დაწვრილებით ვთქვათ ეს დროში ვერ ჩავეტევით და დიახ აი მაგრამ ეს რა თქმა უნდა ოფიციალურად გამოქვეყნდა ეს კონკურსი როდესაც გამოცხადდა როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ასევე ჩვენი სამსახურის ფეის გვერდზეც და რა თქმა უნდა განაცხადები შემოვიდა მოდის ამ წუთშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და აწი მოხდება მათი გადარჩევა. ხალხი ფიქრია შესაძლოა ტელემაყურებელს არ გაუჩნდა ეს კითხვა, მაგრამ პოზიტიური მშობელი ახსენეთ და ძალიან დამაინტერესა რას გულისხმობთ ტერმინში. პოზიტიური მშობელი, როდესაც ეხა ჩვენ თვითონაც მშობლები ვართ და აი როდესაც ბავშვის აღზრდაზეა საუბარი, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ თქვათ არ მოგწონს ბავშვთან მიმართებაში ესა თუ ის მოქმედება, ან არ ვიცით ბავშვის განვითარებისთვის რა არის თქვათ რა მიმართულებით წავიყვანოთ და პოზიტიური მშობლება აი როგორ უნდა მოხდეს ბავშვის განვითარება, როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ პოზიტიურად განვეწყოთ ამათ თუ იმ საკითხის მიმართ, რომელიც ბავშვს დაინტერესებს და ასე შემდეგ. აი ეს ძირითადი ბავშვს უკავშირდება ეს და რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მშობელმა, რომ მოხდეს ბავშვის სწორად აღზრდა და იმ შემეცნების თქვათ ბავშვამდე მიტანა, რომელსაც გულისხმობს სწორი მოქალაქის და ბავშვის აღზრდა განვითარება შემდგომ ეტაპებზე. აი ერთი კითხვა კიდე რომელ ქვეპროგრამებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა? ხომ იქნება რაღაც გამოკვეთილი, რომ აი ამ ქვეპროგრამაზე არის დაუშვათ. აღნიშნე მაგ უკვე ეს იყო სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა, სხვა რომელიმე არა, გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამა, მედიკამენტების დახმარების ქვეპროგრამა, აუტიზმის სპექტრის ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამა, ასევე გვაქვს ჩვენ 3-დან 18 წლამდე სოციალურ ღონისძიებებში ბავშვთა საკურორტო მომსახურება აი ამ ქვეპროგრამებზე არის ძირითადად მოთხოვნები, გარდა ამისა, აი ახლაც ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით გამოცხადდა კონკურსი და მიმდინარეობს კონკურსის ნიადაგზე ამ პროექტების წარმოდგენა, ჯერ რა თქმა უნდა განხილვა, აი როდესაც დასრულდება მიმდინარე კვირის 26-ის ჩათვლით 26-ის ჩათვლით არის დიახ ამ პროექტების მიღება და ამის შემდეგ მოხდება მათი განხილვა და შეზღუდული შესაძლებლობის კომისია წარმოადგენს გამარჯვებულ პროექტებს, რომელიც ძირითადად მიმართულია აი სწორედ ამ დასაქმებაზე, სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე და უბრალოდ აქ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და მათ შეუძლიათ თავისუფლად და თანასწორ გარემოში, რა თქმა უნდა, ღია კონკურსის საფუძველზე წარმოადგინონ თავიანთი პროექტები, რომელიც იქნება როგორც მათთვის სარგებლის მომტანი, ასევე საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და იმ ვთქვათ ფუნქციების, უფლებამოსილების და იმ აი ჩანაფიქრის ასრულება, რაც მათ აინტერესებს და რაც მათ უნდათ ამ ეტაპზე.
ხომ არ გაიხსენებდით რომელიმე კონკურსს დაუშვათ და წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადს, რომელმაც შემდეგ უკვე გაამართლა, იგივე ინტეგრაციის სახით, საზოგადოებაში ინტეგრირების სახით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ან თუნდაც მრავალშვილიან ოჯახებს ხომ არ ქონიათ წარმოდგენილი რაიმე სახის პროგრამა, რომელიც საზოგადოების სხვა ნაწილისთვისაც იყო საინტერესო და ერთგვარი ჩაბმა მოხდა საზოგადოებისა აი ამ პროექტში. მე მახსენდება მე რაღაც მაგალითი მინდა მივაწოდო ტელემაყურებელს. ამჟამად ეს პროგრამა არა გვაქვს, მაგრამ გასულ წლებში იყო ასეთი პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახების მცირე და მიკრო მეწარმეობის განვითარება, გადაიარაღება და გაფართოება. ძალიან კარგი პროექტი იყო. ამ პროექტში ასევე ჩართული იყო არასამეწარმეო ორგანიზაცია მეწარმე ქალთა ფონდი. კი, მე მგონი ესეც გემახსოვრებათ თქვენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ნახეთ რა იყო ჩადებული აი ამ პროექტში, რადგან მრავალშვილიან ოჯახებზე იყო საუბარი, მრავალშვილიან გამარჯვებულ პროექტში უნდა დასაქმებული ყოფილიყვნენ მრავალშვილიანი ოჯახებიდან წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მოხდა კიდევაც ეს და ასევე გაფართოება, მე არ დავასახელებ ახლა იმ მიკერძობათ რომ არ ჩამითვალონ, რა თქმა უნდა, იმ პროექტებმა, რომლებმაც გაიმარჯვეს, დღემდე ძალიან კარგად მუშაობენ, ეს გამარჯვებული პროექტები გაფართოება, გადაიარაღება მოხდა, რასაკვირველია და დღემდე ძალიან წარმატებულები და ძალიან კარგად მუშაობენ, მინდა რომ თქვა. აგრეთვე იყო შუშუმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით ეს თუ არ ვცდები 2018 წელს იყო, მათ შეისწავლეს მაგალითად პედიკური, აი გაიარეს შეფმზარეულის კურსები, პედიკური დიახს და განათლების განვითარების ცენტრთან ერთად იყო თუ არ ვცდები და რა თქმა უნდა დღემდე ხელსაქმე იყო კიდევ ქარგვაქსოვა და ასე შემდეგ და თავიანთი პლატფორმები შექმნა, სადაც აქვეყნებდნენ, შემოსავალი იყო, გამოფენა გაყიდვა და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მაგალითია. და ჩვენ გვაქვს აი ამ პროექტში ზუსტად გვიწერია, რომ აუცილებლად უნდა იყოს სოციალურ მიწარმეობაზე და დასაქმებაზე დაფუძნებული. და რასაკვირველია, როდესაც ეს გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება, საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი აუცილებლად და შესაძლებელია თქვენი ტელევიზიის ეთერითაც თუ კი ეს იქნება ამის მზაობა ტელევიზიის ეთერითაც მოვიწიოთ ეს გამარჯვებული პროექტის ავტორები და მათ თავადაც შეუძლიათ მე ისაუბრონ და ვნახოთ რა იქნება ესეც პროაქტიულად არის გამოქვეყნებული დევს და ყველა მსურველს, რომელსაც ექნება საინტერესო პროექტი, შეუძლია მოგმართოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 26 აგვისტოს ჩათვლით არის ჩვენთან მომართვიანობა ამის შემდგომ წყდება და უკვე დაიწყება აი ამ საკონკურსო განაცხადებისა და პროექტების განხილვა. გასაგებია, ძალიან კარგი რომ გაიხსენეთ მსგავსი მაგალითი. მეც ზუსტად მახსოვს ეს პერიოდები. ჩვენ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა ადგილზე, იმ ოჯახებში, სადაც სხვადასხვა ინვენტარით მოხდა ამ ოჯახების გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში მცდელობა გაძლიერების, ასევე იყო სხვადასხვა მახსოვს მე ქსოვა და ქარგვა ახსენეთ ახლა და აი ძაფები შეიძინეს, მიუტანეს, შემდეგ ამ ძაფების მეშვეობით სხვა პროდუქტი შეიქმნა, ამ პროდუქტის გაყიდვა გამოფენაში მიეხმარა იგივე მეწარმე ქალთა ფონდი და მე მგონი თქვენთან თანამშრომლობით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ზუსტად ისეთი ოჯახებისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს გვერდით დგომას. ჩვენი გადაცემა ფაქტობრივად მიუახლოვდა დასასრულს, ხომ არ გამოგჩა რაიმე ისეთი, ისიც თქვაც აუცილებლად ჩვენ ძალიან გითხრათ ეხლა რომ ძალიან ბევრი აი ამ პროგრამებზე, თითოეულ პროგრამებზე სასაუბრო. მე არ ვიცი ახლა რამდენად მივიდა ჩემი ნამბობი ადამიანებამდე. აუცილებლად მიდის სიტყვა ადრესატამდე. და ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენი სამსახური მზად არის და გამოთხოვს მზაობას იმისა, რომ მობრძანდნენ ჩვენთან, გავაცნობთ დეტალურად იმ პროგრამებს, რომლებიც თქვათ მათ აინტერესებთ, ნამდვილად არ დავზარდებით.
დავეხმარებით ყველანაირად მხარს დავუჭერთ და მინდა აქვე აღვნიშნო რომ ჩვენ აგრეთვე აი ერთი პროგრამაზე მინდა გავამახვილო ძალიან მოკლედ ეს არის დიახ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პერსონალური ასისტენტით მომსახურება კი რომელიც გულისხმობს აი ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება რომელსაც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ადამიანებს რომლებსაც თქვათ უჭირთ გადაადგილება სხვადასხვა არიან ასე რომ თქვათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული ადამიანები და მათ ენიშნებათ ასისტენტი გაფორმებული გვაქვს აი მომწოდებული ორგანიზაციებთან ურთიერთშეთანხმება ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და ახლა ჩაერთო უსინათლოთა კავშირი დიახ რომლებსაც ჭირდებათ ასე რომ თქვათ საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით სხვადასხვა ადგილებზე მისვლა ეს იქნება სამედიცინო დაწესებულება თუ ნებისმიერი სხვა სამთავრობო ორგანიზაციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე და ამას იმიტომ ვაჟღერებ რომ 2025 წელს ყავდა 12 ბენეფიციარი და მიმდინარე წელს 2026 წელს გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ეს არის 31 და აი ამის გაჟღერება მინდოდა რომ ადამიანები თქვათ რომლებსაც უჭირთ გადაადგილება ამ შემთხვევაში და აქვე დავუჩვო ეს არის 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისათვის რომ იყოს ცნობილი მერიის სამსახურის არა ნახეთ არა ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება რომელსაც სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობაში ხდება ამის განხორციელება ყოველ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლიტრად და მნიშვნელოვნად რომელსაც ნახეთ ესაჭიროებათ ასისტენტი აი ამ ასისტენტის ისინი არავითარ ხარჯებს არ გასცემენ რა მათ მეიმსახურებიან დიახ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და უსინათლო კავშირი და მათ რა თქმა უნდა ექნებათ უკვე ჩვენთან უნდა წარმოადგინონ განაცხადი და ამის მიხედვით ჩვენ უკვე მივცემთ მიმართულებას როგორ და თვითონაც იქნებიან ამის შესახებ ინფორმირებული სწორედ ამ ცენტრების მიერ რომლებიც თქვათ ასისტირების პროგრამაში არიან ჩართულები და უშუალოდ აი ამ ადამიანებს უწევენ მხარს ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა თქვენ ხედავთ, რომ სასაუბრო კიდევ დაგვრჩათ ბევრი. თუმცა პირველი ბლოკის დრო ამოიწურა და ჩვენ უკვე მეორე ბლოკის სტუმარს უნდა შევხვდეთ. ამიტომ დღეს დაგემშვიდობებით, მაგრამ პირობას ვაძლევთ ერთმანეთს, რომ აუცილებლად განვაგზავნოთ ამ თემებზე საუბარს. რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და აუცილებელია, რომ ყველა ინფორმაცია იცოდნენ მათ, იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს თუნდაც იმ პროგრამების ხარჯზე, რაც არის არსებობს და ფუნქციონირებს ქუთაისის მერიაში. უღრმესი მადლობა შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. წარმატებებს გისურვებთ. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.